შემიძლია ვთქვა, რომ შეთანხმება სრულიად ხელმოწერილია. განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფრანკ კოლეგასთან დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. დონალდ ტრამპი ირანთან წინასწარ შეთანხმებას გულისხმობდა, რომელიც მისი ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის თანახმად დაახლოებით 1,5 გვერდს მოიცავს და ძალიან ზოგადი ხასიათისაა. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თანახმად შეთანხმებას ხელი დონალდ ტრამპმა, ჯეიდი ვენსმა და ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა ელექტრონულად მოაწერეს. მათი ვეთქმით ჰორმუზის სრუტე არასკევს გაიხსნება იმავე დღეს, როცა ჟენევაში შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოეწერება. ეს ყველაფერი დონალდ ტრამპის საფრანგეთში ვიზიტისა და დიდი შვიდეულის სამიტში მონაწილეობის პარალელურად ხდება. სამიტის მასპინძელთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი ძალიან მალე გამოქვეყნდება. Bienvenue au président. I would say a few words in French. ეს არ გავს ობამას შეთანხმებას, რომელიც უბრალოდ საშინელი იყო. ეს ძალიან ძლიერი დოკუმენტია და მინდა რომ გამოქვეყნდეს. ალბათ საკმაოდ მალე პარასკევის შემდეგ, რადგან სრუტე მთლიანად გაიხსნება. უკვე ღიაა, მაგრამ სრულადაც გაიხსნება. ნაღმების უმეტესობა უკვე განეიტრალებული იქნება. უკვე ბევრი დერეფანი გვაქვს გახსნილი, ამიტომ ვფიქრობ, ეს ძალიან ახლო მომავალში მოხდება. დონალდ ტრამპს კითხეს ისიც ითვალისწინებს თუ არა შეთანხმება ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის სანქციების შემსუბუქებას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პასუხია, რომ ეს თეირანის ქცევას უკავშირდება და რომ თუ ირანის ხელმძღვანელობა ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროა, მაშინ ეს პროცესიც დაიწყება. თავის მხრივ ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ევროპული ძალები მზად არიან ჰორმუზის სრუტეში განლაგდნენ. ბატონო მაკრონ, რა ვალდებულების აღებას აპირებს საფრანგეთი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით? თქვენ ახსენეთ ავიამზიდი შარლ დე გოლი. ბატონო პრეზიდენტო, რას ელით საფრანგეთისგან? მოხარული ვიქნებოდი თუ ამას გააკეთებდნენ, თუმცა არ მგონია, რომ დიდად დახმარება დაგჭირდეს, რადგან გვაქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სრუტე ღია იქნება. გადასახადის გარეშე. ამ საკითხზე მცირე კამათი გქონდა. გადასახადი არ იქნება. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ დახმარება დიდად დაგჭირდება, თუმცა ცუდი იდეა არ არის, რომ რამდენიმე ქვეყნიდან 1-2 ხომალდი იქნება. თქვენ ამისთვის შესანიშნავი ქვეყანა იქნებოდით, რადგან არასოდეს იცი რა შეიძლება მოხდეს. ჩვენ მზად ვართ უკვე ხვალიდან გამოვიყენოთ საპატრულო ხომალდები, რომლებიც რეგიონში უკვე იმყოფებიან და მონიტორინგის მისიაში დახმარება შეუძლიათ. 48 საათის განმავლობაში შესაძლებელია ფრეგატების გაგზავნაც, ხოლო 2-დან 3 დღეში ავიამზიდის. მისი თანმხლები ფრეგატებით, ეს მთელი დამტყრელი ჯგუფია. მათი განლაგება შესაძლებელია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია შეერთებული შტატების, ირანის და ომანის მოთხოვნაზე, რადგან ისინი შეთანხმების მონაწილე მხარეები არიან და მათგან 2 ჰორმუზის სრუტეს ესაზღვრება. ბრიტანელებთან ერთად ჩვენ ასევე დავაორგანიზეთ სხვა მისია, რომელშიც უკვე დაახლოებით 20 ქვეყანამ წარმოადგინა კონკრეტული შეთავაზებები იმის შესახებ, თუ ისი გაკეთება შეუძლიათ. რეგიონში 4 ქვეყანა უკვე ვიმყოფებით, ეს არის ჩვენი შეთავაზება. ჩვენ მათ განკარგულებაში ვართ. ეს აჩვენებს საერთაშორისო საზოგადოების ხარდაჭერასა და ჩვენს მტკიცე სურვილს, რომ სრუტე კვლავ გაიხსნას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა ეს დახმარება არც მოითხოვონ და საჭიროც არ გახდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნაბიჯი ჩვენს მზადყოფნას აჩვენებს. დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ პროცესს. ეს იმ ინიციატივის ნაწილია, რომელსაც საფრანგეთი და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნები ევიან ლევენში მიმდინარე სამიტზე განიხილავენ, რათა ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ენერგომატარებლების მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე შეუფერხებლად განახლდეს.